მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ისტორიული ასე აფასებენ ამ ვიზიტს, რადგანაც ნამდვილად არის ხშირი, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი სტუმრობს ჩინეთს. წინა ესეთი შემთხვევა იყო 2017 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი თავის პირველი ვადისას იმყოფებოდა ჩინეთში ვიზიტით. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტში ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ორი ქვეყნისთვის საინტერესოა და გადასაწყვეტია და მათ გადაწყვეტას სჭირდებოდა უმაღლესი რანგის შეხვედრა, რაც არის ლიდერების შეხვედრა. ეს არის ძირითადად სავაჭრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, რა თქმა უნდა, არის ტაივანის საკითხი და ბევრი მოლოდინი არსებობდა ტაივანის საკითხზე, რა განცხადებები გაკეთდებოდა და რა ფორმულირებები იქნებოდა. რომ დავიწყოთ თავიდან, რაც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებს, ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტება იყო ჩინეთისთვის პირდაპირ ვიტყვი, რომ საკმაოდ ესეთი რთული ამბავი, იმიტომ რომ მან მალევე დაიწყო სავაჭრო ომები, ტარიფები დაუწესა არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, თუმცა ჩინეთმა ადაპტირდა ამაზე ჩინეთი და მას აღმოაჩნდა კრიტიკულ მინერალებზე არსებული მონოპოლია, შეგვიძლია ვთქვათ, ეს კრიტიკული მინერალები აუცილებელია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, ჩიტების და ყველაფრის წარმოებისთვის და მას შემდეგ, რაც ეს სავაჭრო ომი დაიწყო, ერთი მხარე დაუწესებდა ტარიფებს, მეორე იგივე თანაზომადი ტარიფებით უპასუხებდა, საბოლოოდ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საექსპორტო კონტროლი დააწესა ამ ტარიფებზე, უკაცრავად კრიტიკულ მინერალებზე და დაემუქრა ამერიკას, რომ შეიძლება მისთვის საერთოდ არ მიეწოდებინა ეს, ერთგვარ ზავამდე მივიდა ორივე მხარე, ეს ზავი შედგა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10%-ით შეამცირა ტარიფები ჩინეთზე და ეს ზავი გაფორმდა იქამდე, ვიდრე შეხვდებოდა ორი პრეზიდენტი ერთმანეთს, ხო? ამის პარალელურად ამ სავაჭრო ომების და ამ ეკონომიკური პოლიტიკის გამო ჩინეთმა დაიწყო კიდევ უფრო მეტად თავისი ინტერესების გატარება და გავლენის და მესამე სამყაროს ქვეყნებში, ხო? იმიტომ რადგანაც ტარიფები ამერიკამ ყველას დაუწესა, ეს მესამე სამყაროს ქვეყნების ლიდერები ჩადიოდნენ პეკინში ვიზიტებით და მათთვის მომგებიან შეთანხმებებს აფორმებდნენ ჩინეთთან. ანუ უბიძგა ახალი გაერთიანებისკენ ამ ქვეყნებს და კი არა დააზიანა, არამედ სხვა ტიპის რეაგირების რეჟიმში გადაიყვანა. ჩინეთმა დაიწყო ამერიკულ ბაზარზე მის პროდუქციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვები და ტარიფები, ამიტომ ის ცდილობს, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკულ ბაზარზე და უფრო მეტად შეძლოს თავის პროდუქციის და უფრო მარტივად შეძლოს თავის პროდუქციის გატანა სხვა კონტინენტებზე და სხვა ბაზრებზე. ამ ტარიფების და ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამერიკას მაინც დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს ჩინეთთან და ტრამპის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი აღმოფხოს. ამიტომ ამერიკის პოზიციები, როცა ამ შეხვედრაზე ჩადიოდა, იყო ის, რომ მას უნდა მოეხერხებინა შეთანხმება ჩინეთთან 500 ბოინგის თვითმფრინავის გაყიდვაზე, ამერიკული საქონლის ხორცის შეტანაზე და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანაზე, რომლითაც ამ მომგებიანი პირობებით და ამერიკის ეკონომიკისთვის სასარგებლო პირობებით, რაც მას საშუალებას მისცემს ერთის მხრივ დეფიციტი შეამციროს და მეორე მხრივ მის ქვეყნისთვის მომგებიანი იყოს. მეორე მხრივ ჩინეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ის თანამშრომლობა ამერიკასთან ტექნოლოგიების სფეროში. იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის სფეროში მაინც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი კომპანიები არიან ლიდერები და ამ მიმართულებით თუ ნაკლებ შეზღუდვას დააწესებს ტრამპის ადმინისტრაცია და ცოტა მეტ საშუალებას მისცემს ამ კომპანიებს ჩინეთთან თანამშრომლობის, ეს რა თქმა უნდა მათთვის დიდი წარმატება იქნება. მეორე არის ჩიპების საკითხი, ხო? ამერიკაში არსებობს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები და ზოგადად პოლიტიკა, რომ ყველაზე თანამედროვე ჩიპების ექსპორტის საშუალება არ ეძლევათ კომპანიებს ჩინეთში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. რაიმე დათმობაზე წავა თუ არა ტრამპი იმისთვის, რომ აი ამ ჩიპებმა შეაღწიოს ჩინურ ბაზარზე. საფრთხეები გასაგებია რაც არის, ხო, თუ ეს ჩიპები შევა საფრთხე ესო ჩინეთი ამ ტექნოლოგიას აითვისებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიღმა, რა თქმა უნდა, არის ტაივანის საკითხი, რომელიც არის. აი, უნდა მეკითხა, ტაივანი, ირანი, უკრაინა, აქ რა ტიპის შეთანხმებები შეიძლება არსებობდეს. დავიწყოთ ტაივანი. ტაივანი არის, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ.
სი ძინფინგმა გამოსცა ბრძანება, რომ 2027 წელს მისი ქვეყნის არმია მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სამხედრო გზით შეძლოს ტაივანის დაბრუნება. ეს არ ნიშნავს, რომ 27 წელს ომი დაიწყება, მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავს. აქ მოლოდინები არსებობდა, რა ფორმულირებას გამოიყენებდა დონალდ ტრამპი ტაივანის შესახებ და რამეს ხო არ შეცვლიდა, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე რევოლუციური ცვლილება ჩვენ არ გვინახავს. ასევე მოლოდინები არსებობდა იმაზე, რამდენად მისცემს საბოლოო მსვლელობას დონალდ ტრამპი მის მიერვე გამოყოფილი ამ 14 მილიარდიანი თავდაცვითი უკაცრავად 14 მილიარდის შეიარაღების მიყიდვას ტაივანისთვის ეს უკვე დადასტურებულია, მაგრამ იარაღი ჯერ ტაივანამდე არ მისულა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები ალბათ იქნებოდა ჩინეთში და ჯერ ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ ამაზე რამე გავლენას მოახდენს თუ არა. უნდა გავახსენოთ აუცილებლად ჩვენ მსმენელს, რომ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს შეხვდნენ ტაივანის ოპოზიციის ლიდერი და სი ძინფინგი ერთმანეთს. ეს ოპოზიციური პარტია გომინდანი შედარებით არის პროჩინური პოზიციების და ჩინეთის სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს ტაივანში საზოგადოებრივ აზრზე და გაზარდოს პროჩინური განწყობები და ამ კონტექსტში ეს ვიზიტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკრაინასა და ირანზე გავლენას, ალბათ თავარი მაინც ირანის და სპარსეთის ყურის საკითხია, იმიტომ რომ სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება ჩინეთისთვის ერთგვარი პრობლემაა, ხო? იმიტომ რომ ჩინეთი ყიდულობდა როგორც ირანულ, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობსაც და დღეს ბევრად შემცირებულია მისთვის ამ ნავთობის შეასყიდვის უნარი. თუმცა მას გააჩნია დიდი რეზერვები და მას დივერსიფიცირებული აქვს ეს წყაროები რუსეთისგანაც დიდი რაოდენობის ნავთობს ყიდულობს სხვა ქვეყნებისგანაც. ანუ ჩინეთის ინტერესია რომ სტაბილურობა იყოს ჰორმუზის სრუტეში და თეთრმა სახლმა თქვა რომ ორივე ქვეყანა თანხმდება რომ თავისუფალი სანაოსნო მიმოსვლა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ნავთობის ჰორმუზის სრუტეში. თუმცა მეორე დემილიტარიზაცია და არანაირი გადასახადის დაწესება აი ამ სრუტეში. კი, რაც ირანის რეჟიმის სურვილია. მაგრამ მეორე მხრივ ის რომ ამერიკამ თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია ირანში ვერ შეცვალა რეჟიმი და ვერ მიაღწია იმ პირობებით ამ რეჟიმთან შეთანხმებას, რაც მას ომის საწყის ეტაპზე სურდა, ეს ჩინეთისთვის მომგებიანია, ხო? იმიტომ რომ ამერიკის ძლიერების ხატი არ არის ისეთი ძლიერი ახლა როგორიც აქამდე იყო და ფაქტია რომ ერთგვარი სისუსტე და ნეგატიური განწყობები მიიღო ამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში, ამიტომ ჩინეთისთვის ეს ცალსახა არ არის ამ ირანის საკითხზე რა პოზიცია ექნება მას. რაც შეეხება უკრაინის ომს, უკრაინის ომია ალბათ უკრაინის ომი არის ალბათ საკითხი, რომელიც ნაკლები გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩინეთს, მას პირდაპირ ის არ ერევა საერთოდ ამ საკითხში და ამ კონფლიქტში ის თუმცა ზელენსკი იმედოვნებდა ამ შეხვედრის წინ და სხვათა შორის ამის შემდეგ პუტინის ჩასვლა არის პეკინში ასევე დაგეგმილი, ანუ მოწყვეტილიც ხო, აქ უნდა ახსნათ რა არის ჩინეთის პოზიცია, ხო? ჩინეთი სარგებლობს იმით, რომ რუსეთი არის სანქცირებული და დასავლეთისგან იზოლირებული და მაქსიმალურად ითვისებს ერთის მხრივ რუსულ ბაზარს თავისი პროდუქციისთვის და მეორეს მხრივ ამ სანქციების და იზოლაციის გამო მისთვის უფრო იაფი და უფრო ხელმისაწვდომია რუსული ენერგორესურსები. აი ეს არის ჩინეთისთვის პოზიციონირება, მაგრამ ის რომ რაიმე აქტიური გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩინეთმა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ მან ომი დაასრულოს, ეს ნაკლებად მოსალოდნელია და პრინციპში ესე დიდი ბერკეტები მას ამისთვის არც გააჩნია, თუმცა ერთი რაზეც ვიცით, რომ გავლენას ახდენს, წლებია უკვე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი გამოირჩეოდა ბირთვული მუქარებით უკრაინის მიმართ, ყოველთვის საჯაროდ აცხადებდა ჩინეთი, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას და სხვათა შორის ირანის შესახებაც გააკეთეს ჩინელებმა განცხადება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ბირთვული იარაღის შექმნას. რაც თეთრმა სახლმა თქვა, რომ ორივე ლიდერი გიორგი უკაცრავად, რაც თეთრ სახლის განცხადებას წერია, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი, ეს ჩინურმა მხარემაც დაადასტურა, ანუ ამას გვიყვებით? არა, მე იმ განცხადებას ვციტირებ, რაც თქვენ თქვით. კი ბატონო, თეთრი სახლის მიღმა არ ვიცით ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე იყო თუ არა ეს დადასტურე თეთრი სახლის თავის განცხადებას წერს, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ჩინეთს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი, ეს არის ის რაც არის საჯარო, რაც ვიცით.
დიახ. კი ბატონო, სხვა ასე ვთქვათ გამოხმაურებები თქვენ ახსენეთ თავში ჩიპების და სხვადასხვა თემა ჩვენ ვიცით რომ ამ ვიზიტში წამყვანი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებიც მათ შორის მასკიც არის ჩართული ამაზე რა სიტყვით? კი, აქ ჩასულია Nvidia-ს ხელმძღვანელი, Apple-ის, ასევე Tesla-ს Elon Musk-ი, რა თქმა უნდა, ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია, ხო, ერთის მხრივ ახლა Musk-ი რადგან ვახსენეთ, მოდი ესე ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ ჩინური ელექტრომობილების აღმასვლა რაღაც წარმოუდგენელი ტემპით, მათი განვითარება და მსოფლიო ბაზრების დაპყრობა მათ მიმართ. ჩინურ ელექტრომობილებს ამერიკულ ბაზარზე წვდომა მკაცრად აქვს შეზღუდული, ეს ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის დროს მიღებული სხვადასხვა ტიპის გადასახადების თუ საკანონმდებლო რეგულაციების გამო, თუმცა ეს კონკურენცია რა თქმა უნდა არსებობს. Nvidia-ს ხელმძღვანელის ყოფნა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ამ კომპანიის ჩიპების მიღება სურს ჩინეთს და თვითონ კომპანია როგორც მედიაში არის ცნობილი ემხრობა სხვადასხვა ამ თანამედროვე ჩიპების მიწოდებას ჩინეთისთვის და სხვათა შორის როგორც ამბობენ დონალდ ტრამპსაც ერთგვარად ამის მიმართ პოზიტიური განწყობა ჰქონდა, მაგრამ თვითონ ამერიკის უსაფრთხოების ელიტა, თავდა პენტაგონის წარმომადგენლები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ჯერჯერობით ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება მათ არ აქვთ მიღებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ ბიზნესის ელიტის წარმომადგენლების ყოფნა გასაგებია, რადგანაც ჩინეთი არის უზარმაზარი ბაზარი და მათ სურთ მათთვის მომგებიანი ან თანასწორი და სამართლიანი პირობებით ჰქონდეთ ამ ბაზარზე წვდომა, რასაც რა თქმა უნდა ართულებს ეს ომმხრივი ტარიფები და სატარიფო ომები და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და სწორედ ამიტომ მათი ყოფნა რა თქმა უნდა ლოგიკურია და მათაც სურთ საკუთარი ბიზნეს ინტერესების დაცვა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა გიორგი ლოლაძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს, ჩვენ 6 საათზე პირდაპირ ეთერში ვიქნებით.